ისე იმ შენი ძმაკაცის საქციელი არ მომწონს. ვაი, და დღეს დავინახე, რომ ჩემი ხათუნა და შენი ლაშა ერთად დასერინობდნენ მინდორში. ეს ნახე. ის გიას თაგვია? ხო და ამ ფეხსაცმელში იდო ნაფტალინი. ხო და იმ თაგუმა შეჭამა და მოკვდა. ჩემი თაგვი გარდაიცვალა? აინახე რა გამოფიგზავნა ლევანმა. დღეიდან რეზიკოს ხავს მეზობელი ლუბა. გუშინ არაჩვეულებრივი ღამე გავატარე. ნუ ახლა ლაშა, ჩემი სტუდენტობის მეგობარი, თეონა, ჩემი მეუღლე. არ ვიცოდი, ნახდად არ ვიცოდი რა. ой, ეს ელენის ხო არის? ნუნუსია. რა? ვაიმე, აი თურმე რატომ შეიცვალა ნუნუ დეიდა და რატომ გახდა ესეთი კეთილი? ია. აი გეუბნები. შენს გამო ხმას არ ამოვიღე. გენაცვალეთ, არე. და აი ჩემი ხათუნას გამო. მაგრამ აი ლაშას. არა, ნერვს მოყვები ხა, თორე იმ ლაშას ისედაც ხო, კარგი. ახლა წასასვლელი ვარ, ხომით საღამოს სოფელში უნდა იყო. ხო, გენაცვალე. ხო და რა არის იცი? მე კი დავივიწყებ ამ წენას, მაგრამ ეს ლაშა თუ ვიღაცა აი სადმე რო შევხვდეს, მაგას თორე ნერვს მოყვები დამეჯერა ხო, მეზობლობაში ხა, ახლობლობაში არ გინდა. არა, ბიჭო, იმის თავიც არა აქვს, რომ კაცურად შემხვდეს. თავი აქვს, ჭიპი აღარ აქვს, თორე. ო, კარგი წავედი. აბა, მარინა, ბექა. კარგად არისო, კარგი. ახონდი. კეთილი მგზავრობა. მეკუნა დედა. კარგი რა დედა რა, არიელზე რაღაც საჭიროა. ახანეს მოვიშორე, აღარაფერს აღარჩივი. ეკი მოიშორე, მაგრამ მე ვერ მომიშორე. რა? ზუსტად ერთი კვირის წინ დამპირდი შაბათ სადმე წაგიყვანო. კი არ მითხრე ხა დაგავიწყდა. ეგ ხო, მაგრამ სად უნდა წავიდეთ ეგ ვიცით? თუ ჯერ არა. არა, არ გვითქვავს, თქვით რომ სადმე წავიდეთ, სადაც გინდა? გინდა ბალეტზე, თეატრში, ოპერაში. დაბა სადაც გინდაო? დია. კარგი რა. აი, ვიცი რომ თეატრი არ გიყვარს და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტული ბალეტია ჩამოსული და წავიდეთ რა. ექსპერიმენტული ბალეტი? გაგიჟდი მარინა, ხო იცი რომ ჭკუა მეკეტება თეატრზე. ერთი დიდი ბოდიში რა რო გეჭრებით საუბარში, მაგრამ მომბეზრდა უკვე ყოველდღე ერთი და იგივეს მოსმენა. ეხლა უცბად გეტყვით რაც მოხდება და მე შეიძლება აღარც მოგიხდეთ ამ ლაპარაკის გაგრძელება. მოკლედ, ეხლა მამა იტყვის რომ სამსახურში აქვს ბევრი საქმე და ვერ წამოვა. მე დედა შენ ეტყვი რომ სულ აღარ ფიქრობს ოჯახზე. მართლა ბევრი საქმე აქვს ამ სამსახურში და რა ვქნა ეხლა მითხარი. არა, გია, საერთოდ აღარ ფიქრობ ოჯახზე. მაინც დაიწყეს. არა, რა არის რა ამ შენი სამსახურის გამო მეც აღარ მაქცევ ყურადღებას. ანდრამაცი ანთმა როგორ ამაქვს საერთოდ აღარ გაინტერესებს. მე ესეც გასვა დღეს დილით რომ რაღაცა გეცვა თმაც რანერთა გაგცმა. არა, კარგი, ხო, ნუ უწყისა ძალიან კარგად გამოიყურები, თმაც ძალიან კარგად უთხარი დედა შენს, თმა კარგად აქვს. დედა, ნუ მიაქცევ მამას ყურადღებას, ძალიან კარგად გამოიყურები და თმაც ძალიან კარგად გავს. მამა შენს უთხარი, მაგეების კარნახი ჩემი მოგონილია და თავის თავს მიხედოს ურჩევნია. ჩადი და არაჟანი ამომიტანე მაღაზიებიდან.
კაი რა დედა რა. სხვა საჭმელი რომ მოამზადო. მეზარება. გამოგიჟებს ეს ბავშვი რა. აი გია როგორ დაგებსგავს რა შენ რა? კიდე კაი სალომე სულ ჩემსკენ არის. მთელი დღე ბუზღუნი, მთელი დღე არაფრის კეთება, წუწუნი, კარგი და არ გცხვენია? გია, უთხარი შენც რამე. ო, ბეკა, მამა. ნუ ახლა ტელევიზორში სპორტი მომაწოდე რა. პატა გაიღვიძე? ხო გავიღვიძეთ ეკლა ხო იმ ხელა ხმაზე ურებდი ამ შაქარს თუ რა ვიცი რა რა ასაკით რა შვები მარტო ხარ თუ რა ხდება? არა, ელენია ზემოთ ტელეფონზე ლაპარაკობს. აუ, ილიას ელაპარაკება ისევ, ხო? პატა, რა უცნაურ კითხვებსო? ო, მართალი ხარ, ხო, მომისმინე, რა უნდა გითხრა იცი? მიდი ერთი ის პარალელური ტელეფონი აიღე და მოусმინოთ რაზე ლაპარაკობენ, არ გინდა მაგარი იქნება, მიდი. კარგი, პატა, გაგიჟდი, როგორ შეიძლება სხვისი ლაპარაკის მოსმენა? კარგი რა. რა ვქნათო? ფუ, თეკლა გათიშე გეხოდი. ეგეთი რაღაც თუ არსებობდა არ მეგონა. არც შენ წარმოიდგინე არც მე არ მეგონა მართლა თუ არსებობდა ეგეთი რაღაცა. ფუ, ელენე ნახე რა. ელენე რა შვები ისევ წერ ამ სიმღერებს თუ რას ასაკეთებ კი, კი, პატა, წერ იმისთვის სიმღერისთვის ბგერებს ვეძებდი ესე კოვსით, ხო და ახალი სიმღერა დავწერე მოძრაობის წესებზე. აგინდა გიმღერო? ო, თეკლა, გეხოცები, არ მოგბეს და ეს სამაკორდიანი სიმღერების წერა, კარგი რა, არ მინდა რა. სამაკორდიანია, პატა, მთელი რუსული ესტრადა, მაგრამ კი გაიქეცი აგუჭინის კონცერტზე. კარგი, ხა რაც არიცი შენ და გაჩერდი ხა. ისე სოფი რა შეება სად დაიკარგა მართლა კიდე ხდება იმ ვიღაც ინტელექტუალ ბიჭს თუ ვიღაცას? კი, ხდება, იყო დღეს მოსული და ისეთი რეული ხომ არ გაქვთ უკან გამრავლების ტაბულა რომ აწერია. რა კიდე გამოდის ეგეთი რეულები? რითორი სალამ ხახმა ის გამრავლების ტაბულა მაგარი ტიპერია. ტელეფონი გირეკას ერთი ნახიება. ალო? ხო, მამა. ელენესთან ვარ. რითი დაგიმტკიცებ და მე ხლა მოვალ აივანთან. შენ გამოწერი მაგ მანქანის უკან და დამინახავ. კარგი, ეს მთელი გზა უკან მომყვებოდა, გამაგიჟებს ეს კაცი რა. გაგიჟებული არ ხარ აბა რა ხარ. ას გაგაგიჟებს. ნიკა მოხვედი? ბავშვი. ბავშვი, კაი რომ მოხვედი, გამიხარ და მიდი ერთი გეხვეწები, კარაქიანი პურები გამიზადე. მიდი, წავიდა. კარაქიანი პურები, მიდი ბავშვი. მიდი. ნიკა, გამოიხედე რა გჭირს თვალზე? ნიკა, ჩაუჯებული. ეს რა? ნიკა, რა არის მაინც? ნიკა, იჩხუბე? გამანებიც რა თქმა რა იყო ბავშვი მოხვდა ყბაში, ჰა? ატა, მაგის დროა ეხლა? კარგი, თეკლა, ხო, კარგი, რა იყო ეხლა ბავშვია და იჩხუბა. მე რომ ბავშვი ვიყავ, იცი რამდენ ჩხუბობდი? ჩხუბობდი რომ უბრალოდ ცემდნენ ხოლმე. რა, მეტყობა ეხლა რამე, მე თუ რა ვერ გავიზარდე? ისე თუ შეატყო შენ ზეზიკო ერთხელაც არ მიკარები ამ ლუბას. ბიჭი რა გჭირს? ზენერი ქართული ჩიტი ხარ ახლა შენ ამის მე. ისე რაღაცა დასუსტებული მეჩვენება. აიც მე მომოთამ ეს. დასუსტებული იქნება მამა, აბა რა ლუბა ყავს ახლა მაგას და. ისე ეს ლუბა ახლა რა შევა? მაგრამ ჩიკჩიკებს თუ ჩიკჩიკებს. არა, შენ შეამჩნიე. შეამჩნიე ხო რაღაცა მოწყენილი რო არის? მაწყენილი. ბეკუნა, დედიკო ხანდახან დაელაპარაკე ხოლმე რა, რაღაცები უთხარი. კარგი რა დედა, წეგან ტარიელზე ახლა ჩიძე მაინც ნუ მეუბნები მაგას.
შენ ხომ გინდა სადღაც წასვლა რა? ლუბა კიდე მოწყენილი ხომ არის? ხო და აიღე ეს ლუბა და წაიყვანე მცხეთაში. ჯვარზე აიყვანე, სალობიაში გაიარეთ. როს მიყურებ, ხო, სტომარია, სისხლია, რაღაცა. შენ თეატრში წასვლა არ გინდა და ნუ აბრალებ იმას ლუბას და თაგვს და სამსახურს კიდე. დედა, ისე რესტორანში რო წაიყვანო, იქ ხომ მაინც უყვარს. ჩახდედიკო. გია მომისმინე. თუმცა ალბათ არც ერთ რესტორანში არ შეგიშვებენ, იმიტომ რომ სადაც მიხვედი, ყველგან საჭმელი დაიწუნე დედა. მართალია, ხო, მართალია. შენ გირჩევნია ჩახვიდე და არაჟანი ამომიტანო. ესეც მართალია. კარგი რა, მაინც არ მაცადეს რა. დღევანდელ ჰოროსკოპს მაინც წავიგე. მერწყული. დღევანდელი დღე ჩავლის ზუსტად ისე როგორც სასწორებისთვის. დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ სასტორის ჰოროსკოპი. მე ჰოროსკოპი რა. კარგი, წავედი მე. დადი, არ შეგცივდე სიცოდე. აი ახლა გადავხედა და ქურთუკი შეკრული რო არ კონდეს გავგიჟდებიც. აი. დედა, ეხლა არ გადმოიხედო და არ დაიწყო ყვირილი ქურთუკი შეიკარიო, თორე გავგიჟდებიც. კლასელმა მითხრა მათემატიკა გადამაწერინეო. ხო და არ გადააწერინე, ხო? არა, პირიქით გადავაწერინე და 6-იანი მიიღო. უყურე მაგ პატარა ლაც გინდა წამოვიდე და ცხვირპილი დაუნგრიო მაგ პატარა ლაცი რაც ვიღაცა, ჰა? ხო შენ ხელაა ისე. ხოდა მით უმეტეს წამოყვე იმაში. ძალიან გტკივა? ისე რა. მომისმინე ბავშვ, შენს დაარტყი? მუშტი მოუქნიე, მაგრამ აიცილა, მეორეს მოხდა და იმანაც ვცემი. რა უნდა კითხო ესე? შენ კლასში გოგოებს ხო ერევი? კი, თითქმის ყველას. ხო და მე გოგოებს შეჩხუბე რას მივარდი ამ ბიჭებს რა მაგარი ტიპია ეს. ბავშვი, მომისმინე, მოდი ეხლა მე უნდა გასწავლო მაგარი რაღაცა. მოდი. გაანები არ უნდა მე რეზიმნასი დავყოს. მოკლედ ესე იგი, თუ შეატყობ რომ ვიღაცას ვერ ერევი, ხო? ხრიკს უნდა მიმართო. რა ხრიკს? აი, რა ხრიკს და რა უნდა ქნა იცი ეხლა უნდა მოვატყო. სადმე უნდა გაახედო და მე წამოვარტყო. გაიგე? ხო. გაიმახსოვრე. ბავშვი, ვაი ეს რა არის შენს უკარადებს? სპილო? ახალი აიპოდი გაქვს? ვა, ეს 50 ლარიანი ვისია? აბა! ესე? კი, ეგრე. აი ეგრე ზუსტად, ყოჩა ხო. მე ჩხუბება დედა ჩემი. არ გეჩხუბება ხო და როგორც გასწავლე, გაახედე შემოარტყი. უიცა, პატა, კარგი რა ნიკა, ნუ გეშინია მე დაველაპარაკები ელენეს და არაფერს არ გეტყვის. კარგი. გამარჯობა ყველას, ნიკადე მოხოდი სკოლიდან? კი. თვალზე რა გჭირს? არაფერი ელენე, არაფერი არ ჭირს, უბრალოდ იჩხუბა და თვალი აქვს ჩალურჯებული. არა, მართალია ჩალურჯებამ შეიძლება ბევრმა ჩალურჯებამ ქსოვილის სიკვდილი გამოიწვიოს, მე ამ ყველაფერმა შეიძლება განგრენა გამოიწვიოს, განგრენამ კი შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მაინც ბიჭია და რა იცი კიდე რამდენჯერ დააურჯებენ. კარგით ეკლა ნუ აზვიადებ. დედა, მართლა ნაცემი ვარ. აჰა, მართლა იჩხუბე ნიკა? ელენე, გეხვეწე, გაანები რა ეხა მაგ ბავშვს თავი რა, ჯერ ესეთი მაგას არ უჩხუბე, უბრალოდ სხვებმა ცემეს. წამოდი, არ ცხენია ნიკადე, როგორ შეიძლება ჩხუბი? არა, მართლა ეხა საცემი არ ხარ? საცემი კი არა, ნაცემია უკვე. ვისა ჩხუბე? ლომიძეს. და რას ერჩოდი? რას ვერ ჩოდი და საკონტროლო გადავაწერინე ცუდად და ჩვენ კლასელ გოგოზე თქვა დიდი თავი აქვსო. რომელზე? აი თეაროა დიდ თავა. აი ნიკადე, ყოველდღე თაფლს რო ჭამდა ვერავინ ვერ გცემდა. ყოველდღე თაფლის ჭამას მირჩევნია ყოველდღე მცემო. ბავშვი, შენ მომისმინე, ხო მათემატიკა გააქვს? კი. ხო და წაიღე ეს წიგნი. ამაზე სქელი წიგნი შენ მაინც არ გაქვს. ხო და საკონტროლო წერას რომ დაიწყე მიეპერე თავში ჩაატყე. გაიგე, ეგრე უნდა გაუკეთო მაგასო, მართლა გეუბნები. დაგიჟდი პატა, რეებს ასწავლი ბავშვს. ნიკადე ჩხუბი არ შეიძლება. ცივილიზებულად დაელაპარაკე. აუხსენ და ჩხუბის გარეშე მოაგვარე ყველანაირი პრობლემა. ეკლა გამომართვი, წავალ მე ლომიძის მშობელთან დაველაპარაკები, რომ მეორეჯერ ესეთი რამ აღარ მოხდეს.
არ ვიცი ბავშვი, გეუბნები შენ მაინც კონსოლ ახარ არაფრის თავი არა გაქვს. ხო და წაიღე ეს წიგნი იქნება რამეში გამოგაგდე. შაერდი ჩანთაში, მიდი, აბა შენიც. ხო გია, ხო. რა, ტარიელია ჩამოსული ხათუნას მამა? მე რაო რა? ელაპარაკე შენ, ხო? მოიცადე, ესე იგი აქ არის? წავიდა უკვე? ხო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მე არ უნდა მითხარო წავიდა კაცო, ხო? ხო, კარგი ხო, კარგი გია, კარგი ხო, ჭიპი კი არა ის კაცო გამანებელი. რას დამყვები შენ კიდე? რას დამყვები? გიას ველაპარაკე, ხათუნას მამა ტარიელი არის ჩამოსულიო და იმ ამბებზე ველაპარაკე. გია? მე ია გავიგე. მაშინ ამ მესიჯს არ მივწერ დიანას. ისე ჩემი აზრით ის გოგო უნდა მოგიყვანა ცოლად ხათუნა. რატო უნდა მომეყვანა? რა ვიცი, შეიძლება ცხოვრებაში მეექვსე შანსი აღარ მოგეცეს. შეიძლება გავიცინო? გაიცინე ხო მომეწონა რაღაცა კარგად. ხო. არა ისე ვერ მოვიყვანდი. ლადო ახლა რანაირად მოვიყვანდი, მე არ შემეფერება ახლა ის გოგო. რატო ლამაზი იყო? შეიძლება გავიცინო. არ არის ეგ სასაცილო. აი ესე ახლა ის მეექვსე შანსი მომეწონა არ იყო ცოდი, მაგრამ ახლა ეგ არაფერ შუაში არ იყო საერთოდ. მაშინ ეს თუ არ იყო სასაცილო, გიორგი რომ შემოვა ის იქნება სასაცილო. ჯაფარ როგორ ახარ? გამიხარდა შენი ნახვა ძალიან. კარგად ლაშა შენ? რა ვიცი, კარგად ვარ, კარგად. ხო, არ ამიშავს, ნელა, მე კარგად ვარ. ჯერ კარგად არის. ლაშა, შენთან დასალაპარაკებლად მოვედი. ცოტა ხანს შეიძლება? კი, შეიძლება, ხო. მე გავალ. ხო, შორს არ წახვიდე მაინც, რა ვიცი. შორს არ წახვიდე, სად მიდიხარ? შორს არ ჩემ ცოლზე მინდა გელაპარაკო. ვილაპარაკოთ. ლაშა, ჩემი მეგობარი ხარ და პირდაპირ გეტყვი. მე მგონი ჩემი ცოლი მღალატობს. აუ. და ვისთან ღალატობს, არიცი? არა. რა კარგია. რა, კარგი რა. ისა კარგია რომ არიცი ვისთან ღალატობს. იმიტომ რომ როიცოდე ვისთანაც ღალატობს, უფრო ინერვიულებდი და მიჯერე. ხო, რა ვიცი, მაგრამ რომ გავიგებ ვისთან ღალატობს, რა. ყველა ძვალს დაუმტვრებს სათითაოდ. სულ ყველა ძვალს? კი. ლაშა, რა მინდა გთხოვო? ხო. ხო იცი, ჩემი ცოლი აქვე მუშაობს, შენი აფთიაქის გვერდით და ვიცი, კი ვიცი. გთხოვო ყურადღება მიაქცი. ვაქცევ კაცო, მივაქცევ ყურადღებას, არა, იმას არ გეუნები უთვალთვალეთ უბრალოდ. თუ რაიმე საეჭვოში ამჩნიე, მითხარი. შენ ვაკე. ხო იცი, შენი იმედი მაქვს არა? რა ვიცი. კარგად, მამო. ხართ კიდე? ისე დედა, ამდენს რო იპრანჭები, თქვენ უნდა უყუროთ მსახიობებს თუ მსახიობებმა უნდა გიყუროთ თქვენ? ისე რაგინებად მართავს გეუბნება ახლა ეს ბიჭი. ხო იცი 9 საათზე იწყება საინფორმაციო და სახლში უნდა ვიყო. როგორ იქნები 9 საათზე? სახლში 9-ის ნახევარზე იწყება სპექტაკლი. 900-ում დააგდება 15 წუთი დედაშენს დაურეკავ და ეტყვი რომ ხელი დაეწვი ვითომ. მორჩა გათავა. წავედით. წავედით. ვაიმე წელი, ვაიმე. ადექი, წამ. წავედი შილო თეატრში და თუ ვერ დაბრუნდი შენ უნდა მიხედო ოჯახს, ხო იცი?
ვიკო მომისმინე ესე იგი ტოლმა ქვაფშია მაგიდაზედებს წვნიანი ქვაფშია ისიც მაგიდაზედებს ტოლმის გვერდით მაჟი არის მაცივარში ჩახოხბილის გვერდით ყოველი შემთხვევისთვის სოსისიც მოგიხარშე და ნუ ბოლოს და ბოლოს თუ მოგინდება კვერცხით შეიწვით გაიდები ისა დედა ამ ბოლო დროს რა უყურადღებო გახდი რა რატო დედა ასე ცოტა საჭმელი არასდროს დაგიტოვებია დედა ჩემთვის რა ვქნა ვერ მოვასწარი აი წავედი და თავს მიხედე იცოდე წავედი მოიცა ალო დედა სად ხართ ხო კარგად ხართ ლიფტში ხართ ჯერ ხო კარგი რო ჩახვალთ დაგირეკავთ კიდევ კარგი ეხლა ნახავ შენ როგორია ყოველ წუთში რომ მირეკავ ალო დედა სად ხართ ხო დედა იცოდე გარეთ რო გახვალ კაშნე კარგად მოიხვია არ გაცინო კარგი დედა გაგებით ვერ გავიგე, მაგრამ სახის გამომეტყოლებაზე გეტყობათ, რომ ცოლი ღალატობს და ფიზიკურად გეტყობათ, რომ ჯერ არ იცის ვისთან ღალატობს. რაიგე რა მითხრე, კარგად ძმაო. მე კიდე არა და რა ჩემი ბრალი, არ ვიცოდი რა, ნამდვილად არ ვიცოდი რა. ესე ვარ კაცო შარიდან შარებში, შარებიდან შარებში გადავდივარ, გადმოდივარ. აღარ იცი რა ვქნა რა. მის ხდება თავი, მართლა სამი დღე კაცო მის ხდება თავი, არ ვიცი რა. რა გავაკეთო აღარ ვიცი რა. რა აი მის ხდება თავი, მის ხდება რა. რა ვქნა არ ვიცი. აი რა არის? დარიშხანი. აი ხუმრობის დრო მაგ და თავი მაგ ხუმრობის. ხუმრობის დრო არის ახლა, ჰა? არ ვიცი რა ბიჭო, არ ვიცი რა ვქნა რა, ლადო აღარ ვიცი რა. მის ყდება ეს თავი, აი რაღაცა უნდა მოვიფიქრო, მაგრამ რა მოვიფიქრო არ ვიცი. არ ვიცი რა. ეს 3 დღეა, აი თავი მაგ გახეთქვაზე რა. რაღაცა ეს თვალებიც მტკივა, რა წნება თუ რა არის არ ვიცი. ბატონო ლაშა, შეიძლება გეხმუროთ. შენ კიდე დამტანჯე, მიდი მეხუმრე, ჰა, მიდი. თვალები რატო გტკივათ? ჭიპლიპო ხომ არ ამოდის? შეიძლება გავიცინო. შეიძლება შემოგცხო? ძალიან მტკივა ეს თავი რა, რა ვქნა აღარ ვიცი. ეს თავის ტკივილის წამალი დალეთ. რა არის? თავის ამას კი დავლევ ახლა მე, მაგრამ მოვიფიქრე. იცი რას ვისაო? ავდგები და ამ გიორგის მივწერ წერილს. და ისი ავუხსნე ყველაფერს. თან ისი ავუხსნე რომ ვერ მიხვდეს რომ მე ვარ თან იფიქროს ჩემზე. არა წერილი არ გამოვა. მივალ და პირდაპირ ვეთქვი ყველაფერს. არა რა პირდაპირ რას ვეთქვი? რას ვეთქვი? კარგათა ვარ მე. არა SMS მივწერ. SMS-ი რომ მივწერო ახლა აი შეწარე ხა წარმოიდგინე SM არ გამოვა. წერილს მივწერ, ჰა? არა სიტყვი წერილი რომ მივწერ, ჰა? და აი კაცო შე რა ჩაფიქრებული? არ გისმენდით. არ მისმენდი? არა. ეხლა რომ წამოვა ეს ციტრამონი ეხლა ხო, კარგი დედა, დაგირეკავთ მე, კარგი. ვა, ორო, მეკუშ, რა შენი? ეს რა არის? ბიჭო ეს დედა შენი შემხდა სადარბაზოსთან და რაღაც საჭმელები გამომატა. მოიცა, დედა ჩემი წავიდა 9 საათის წინ და შენ სად იყავი აქამდე? ბიჭო ის გამეჩითა ის აი თქვენ მეზობელი როა, რამს უქანიქალი როა და რო გაიგო აქ მოდიოდი 10 წუთი მე მოვცა, მე 1-20 წუთი თქვენ ოჯახს მოვცა. უი, ბიჭო
ის დამავიწყდა მამა შენისთვის მიმეს ამძიმრებინა რა ის თაგვის ამბავი და მე მოუბოდიშე რა რა მაგარი კაცია ისე მაგრამ მე ვასება მამაშა ბიჭო ის რა ის მე ვასება მაგრამ ის მისმები რო იცის ხო იცი რა მისმები აი რაღაცას რო ეტყვიდა რომ მოგასვლავს ხოლმე რა ბეკუშ შენები მალე მოლე რა ვიცი დიდი სპექტაკლია და 1-3 საათი არ მგონია რომ მოვიდნენ. ვა, სწორებს მაგრა. ანუ სახლიც არიელია, ხო? ხო. ბიჭო, ერთი გოგო რო ამოვიყვანო, მოსულა? რა ვიცი, კი, მოსულა, მაგრამ შიერი თუ იქნება უკეთესია. დედაჩემ ამდენ საჭმელი დამიტოვა, რომ ჩვენ ვერ მოვერევით. ბიჭო, კაი, მაშინ მე გავარდები ხა. ფულს ვიჩალიჩებ რა, ნაშის პონჩი. ხო და 15 წუთში მოვა. რა, დავაი, მიდი ბეკუში, დავაი. ბიჭო, ცოტა შეიძლება დამაგვიანდეს რა. ის გამეჩითა ის უკან და მლოცავს რა. ნეტა მოვიდეს რა. ნეტა მოვიდეს რა, ნეტა გადარჩეს. რა ხდება ლადო? კლიენტს შემთხვევით სხვა წამალი გავატანე. წნევის დამწევის მაგირად პირიქით ამწევი გავატანე. მეშინია არ დალიოს. ახ რა მომისმინე ლადო მე დავწერე თითქმის დავწერე ეს გიორგისთვის მისაცემი წერილი და აი ნახოთ რა Yes! რა მოვიდა გადარჩა ტარიელი ეს ტარიელი? კი თქვენი სიმამრე? მაგის დრო არ ამაქვს რა ესა ლადო ჩან ვარ ასე ჰა ცოტა ჩაიწიეთ ჭიპი გიჩანთ აუ გავარჩევთ გამარჯობა წეგან ვიყავი თქვენთან წნევის სამალი წავიღებ დავლი ეკიდეს მაგრამ არ მიშველა რაღაც ივის მაგივრად რომ დაეწია ამიწია რამე ძლიერი ხო რა გაქვთ დიახ ეხლა მოგერთმევთ რა ვიცი რა დამემართა მთელი ცხოვრება წამალი არ დამილევია მით უმეტეს წნევის და იმუნამოსოს ბრალია ყველაფერი და თუ შემხვდა შემომაკვდება აი ხო ეხეთ კარგია ეს არის წნევის დამამშვიდებელიც მიეცი ბინიკო მე ვიყავი დამამშვიდებელი ხომ არ გჭირდებათ თქო არა დამამშვიდებელი არა ისედაც დაწნარებული ვარ და არ მინდა დამამშვიდებელი იეცი მეთქი არ მინდა მეთქი არა აი ხეთ არ მინდა არა რით ვერ გაიგი არ მინდა ისე რა წყნარად ვარ არ მინდა როგორ არ გინდათ აი ნერვები გაქვთ აშლილი აუ კარგი მადლობა შენ ისე კაი ბიჭი ხარ და სოლი ყავს მე გოგო მყავს გასათხოვარი არა მყავს სოლი და ეხა დამოვიწყდა ახალი მოყვანილი მყავს და კარგი წავედი მე მას წავიღებ ერთ წელს ხო ეს დარჩით ცოტა ხანი ამოდი წავიდა რა დარჩის და ეხა მართლა წავიდა აბა რა დარჩი წავედი არა წავიდა ეხა მართლა ეხა მართლა წავიდა ამ მომერტყავ წავიდა ეხა მართლა გავაკეთე ხა წავიდა წავიდა ვიცოდი რომ წავიდა ესე გირყავდი ისეთი არ არის როგორც თქვენ გეკადრებათ, მაგრამ როგორი შევძელი, ისეთი გამოვაცხება. მადლობა ნუნდეიდა. აი მე პატა როგორ მინდა ხოლმე შენს რაღაც შემოგაწოდო და მაგრამ სახლი რომ არა გაქვს.
ამაზე კიდე ცალკე ნერვიულობთ ეკლა. ბატა, ჩამოდი ხოლმე ხო იცი რომ სახში ვარ მარტო და თუ ჩემთან დარჩენა არ გინდა გაჭმევ რაღაცას, გამოგატანთან და ისე გამოგიშვებ, მაგრამ რო დარჩე უკეთესი იქნება, მე დაიმზარს გაგვართობ ხოლმე. ეკლა მე მგონი ეს მეპრანჭება. ბატონო, შეიძლება რაღაც რო კითხოთ? კითხე. რა არის იცით ეხლა რაღაცა ეს კეთილი რო გახდით, უცბად, რატომღაც უცბად რა, ხო ხვდებით? ცოტა არ გიხდება, ცოტა არაბუნებრივია, ვერ ხვდებით? არა, მაინც ისე გეუბნებით ეხლა. აი წარმოიდგინეთ ეხლა რომ უცბად მე ავდგე და პაატა ფერაძე, რატომღაც გავხდი არასერიოზული კაცი. აი გეუბნები, წარმოიდგინე მე პაატა ფერაძე ეხლა რომ ავდგე და გავხდი არასერიოზული კაცი. ჰა? კარგი რა ქალბატონო რა. კარგი რა. ვა რა არის მომენტ მაგარია. რა მაგარია ქალბატონო რა. ზერ მაგარია. მაგარია. მე არ მინდა ვთქვა, მაგრამ ეს ვერ არის რა, ნამდვილად ვერ არის, ხო გამომტყვა რა. ხმერთო პაპატი, ხმერთო. ნიკა, მე თვარი თუ გტკივა მითხარი და ყინულს დაგადე. არა. ყინულს რას დაადებ, ისეთი ნაბეგვია საკინდულეს შევსვათ ეგრევე ჯობია. რას ყინულს დაადებ. ბაჩვენიშვილი რო ჩხუბის დროს კი არ შეიძლება რა ხელი შეუბრუნო შვილო, უნდა მეორე ლოყაც მიუშვირო. სანამ მეორე ლოყას მიუშვერდი, მანამდე დამარტყა თვითონ. მე მგონი ნუნუმაც დაიწყო ემზარისთან ერთად სმა და იმიტომ გახდა ესეთი კარგი პაატა. არ ვიცი, აბა რა ვიცი. აუ პაატა. ბატონო. აი ამ გუნდს ვერ უგებ და რა ვქნა? რომეს, მოდი მიმიშვი, ბავშვი, მოდი აქ, რომეს ვერ უგებ, მომეცია. მომეცი. ამას უყურე ეხა პროფესიონალები როგორ თამაშობენ. წავიდა. ჰა! წავიდა. ჰოპა, ეგარი, მივიდა. გოლ! აიგრე! გოლ! აიგრე! გოლ! წავიდა. ჰა! ბავშვი, მომისმინე, მე რომელი ვარ აქ? წერილით დავამთავრე. აი ნახე, რა დავწერე. შენი ცოლი ვისთანაც ღალატობს, მუშაობს აფთიაქში. კეთილი ბიჭია. სიმპათიური. ცისფერთვალება. ძალით არ უნდოდა. ხო. სასვენი ნიშნები რატომ არ გიწერიეთ? სწრაფად რო წაიკითხოს და აზრი ბოლომდე ვერ გამოიტანოს. მომის მარა არ გამოვა. ჩემს ხელნაწერს იცნობს, კალიგრაფიას იცნობს. როგორ იცნობს? მთელი სტუდენტობა ჩემგან იწერდა და. რა უნდა ვქნა ახლა, რა შეიძლება რომ გავაკეთო? კაცრა და ცლარიანს ხარ დამხურდავთ. არ ვახურდავებ ამ ცლარიანებს. აღარ ვახურდავებ, არა. გაგიჟდები რა. არ ვახურდავებ ამ ცლარიანებს. მოვიფიქრე, იცი რა უნდა ვქნა ახლა ამას ავდგები და შენ გადაწერ ამ წერილს და მისკდება თავი რა, სადაა გაქვს ის წამალი მომეცი. ხო, ამ წერილს შენ გადაწერ და ვერ მიხვდება შენს ნაწერს. კარგით, გადაწერით გადავწერ, მაგრამ ვინ უნდა გადასცეს? არა. არა, მე არ გადავწერ. არა, შანსი არ არის, არა. ლადო ღიმილი. კარგით, გადავცემ. მაგრამ ვეთქვი რომ ლაშამ გამომაგზავნა თქო. ღიმილი ბარტონო ლაშა? საწავიღე ის ციტრამონი ხა მართლა რომ გამიგიხარეთ ახლა. რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკოთ, მაგრამ ცოტა მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი და. აი მე თეკლა ჩემთან გერიდება, მითხარი შვილო, რა გინდა? ნუ დეიდა, თქვენი ამბავი გავიგე. რა ამბავი? რა და ფურცელი დაგივარდათ, ვიპოვე და ვიცი რატომაც შეიცვალეთ ესე უცებ. არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ ეხლა, არ ვიცი.
ნუ დეიდა, ყველაფერი ვიცი აზრი არ აქვს. ჩვენ რატომ არ გვეუბნებოდით? აი მე შენახე ეს შვილო, აი მე ვეძებდი ამ ფურცელს. თეკლა ხომ არავისთვის გითქვია ჩემი ამბავი? არა, ნუ დეიდა, როგორ გეკადრება, თქვენ დაუკითხავთ როგორ ვეტყოდი ვინმეს. თან ელენე არ მისმენდა, ლაშას არ ეცალა, პაატასთვის თქმას კიდე აზრი არ ქონდა. სამ დეიდა, ემს არ მაიცის? კი, იცის და იმის მერე დაანებას მას თავი. რა ვიცი, თუ რამე შემიძლია დაგეხმაროთ, მითხარით და თეკლა, ძალიან გთხოვ, არავის არ უთხრა და ეს იქნება შენი დახმარება, კარგი? კარგი. წავალ ახლა მე და ჩემმა ემზარმა კასეტას უნდა უყუროთ ქორწილზე ჩემი ბობის და რინდირასი. კარგი. აბა კარგა. კარგა. ნახვამდის. ნახვამდის. სადარი? აუ არ მინდა რა თაფლი რა. შენ კი არა მე მინდა ნიკა, ეხლა ძალები მჭირდება მე. არა, მაგას თუ გონია რომ შევარჩენ რა არის ეკლა ეს გიტარა. თუ გონია რომ შევარჩენ მაგას. რა მოხდა ელენე, შენც გაგზუყნე? რა მოხდა პაატა და მივედი ქალბატონთან ნიკას კლასელის დედასთან. მინდოდა რომ დავლაპარაკებოდი ბავშვების ჩხუბზე, ბოდიში მომეხადა, შუა ლაპარაკში მწვდათ მერში. არა, მე ვიფიქრე, თმის მოწიწკუნა ეგრე არ უნდა მეთქი და რომ დავიწყე ტირილი. სლივს გავჩერდი. დედა რა, თეკლა უნდა გაგვეშომა. არა, თეკლასაც მოერეოდა ის ისეთი კაჯია. ხო, ეგ ხო, მაგრამ ამას თმებზე მაინც არ შეეტყება. ელენე, იცი რა, ისე ზუსტად ესეთ ვარცხნილობაზე გეუბნება. ცოტა აჭირველი. ალო. ორო, სათხარ ამდენი ხანი? კარგი რა, რაც უნდა ეხლა სასმელის და შოკოლადის ყიდვას ამდენი ხანი. ხო, ამოდი, მალე ჩემები არ მოვიდნენ რა. ბექა, პორხას უთხარი ჩუპა-ჩუპსი წამომიღოს. პორხ ჩუპა-ჩუპსი წამომიღოს. ბავშვმა დამაბარა და მე რო არ დამავიწყდეს. მალე ამოვალ. ბექა, რამე საჭმელი არა გაქვს, მაგრად მშია. კი, სოსისი გინდა? ой, ბანანი მაქვს. არც ბანანი არ მაქვს და არ გვაქვს არაფერი ბოდიში. კარგი არა უშავს. აქ ეწევით? არა. სწორედაც იქცევით. არც მე არ ვეწევი სახლში. ეს სიგარეტის კვამლი თუ გაუჯდა კედლებს, მე შანსი არა ვერ მოაშორებ. ხო, მართალი ხარ და არ ვეწევით თქო აქ. არ ვეწევით, აი აქეთ აივანი. აუ, პოროხ სათხარ ამდენი ხანი რა. ჩულო. რატო? არ მკითხო. აბა დიდხნიანი სპექტაკლია. არ მკითხო. აი მე ბექუნა არ მკითხო რა. არა რა სამსახური აქვს მამაშენს ისეთი, რომ ერთი დღე ვერ მოიცავდა ჩემთვის. არა აი ესე შევედით თეატრში, უცბად სამსახურიდან დაურეკეს, სასწრაფოდ მოდიოდა, ვეღარ შევედით. სამაგერად აი ესე გამოფრანჭულდა უყურე, როგორ გადმოასხეს უზარმაზარი ტრანსფორმატორიდან ზეთი. წავა დავება ხელებს.
ალო. პოროხ, აღარ ამოხვიდე. ჩემები მოვიდნენ. არა რა, ნაშას გიტეხავ, მართლა მოვიდნენ. პოროხ. მომისმინე შენ ქვევით დაელოდე, მე ახლა ამას გამოვაყარე. კარგი? ხო. აი, ნამდვილად არ მეგონა ასეთი გამემართლებდა რა. აი, ესე იგი, აი უკვე თეატრის კარტა მივიდექით, ხო და წარმოიდგინე ხა, ერთ ხარეს ჩვენ და მეორე მხარეს ეს 3 საათიანი ტანჯვა და მოწყენილობა, ხო და აი ეს ის ოღონდ შევსულიყავი და უცებ ისმის იმედო მეშველიანის სიმღერის ჰანგები. ერთ პატარა სუფრაზე დიდი გზნობა იჭედება. ну მე მეგლე ხო და დავხედე ტელეფონს და სამსახური და კიდე იტყვია რომ სასწავლები არ არსებობს ას ლაპარაკობ შვილო და ვახშამს გაგიმზადებ რა და მე გამოვიწვია დედა мама ახლავე აგიხსნით ყველაფერს ну იმე დედა რა თმინდა ახსნა ნოუს და თვალს რამეს გამოაპარებ? ასეთი კარგი შეყვარებული თუ გყავდა, რატომ არ მითხარი? ვერონიკა. ვერონიკა, მე ბექუნას, ბოდიში, ბექას დედა ვარ, მარინა. ეს ბექას, ბოდიში, ბექუნას მამა გია. სამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. მე მეგონა ბექა გეტყოდათ ჩვენზე. მე რა ფეხზე ვდგავართ, ბექა, მიაცილე დილანთან, ვერონიკა. რა ბედი მაქვს, იმაზე ცუდი რაღაც მოხდა, ვიდრე უნდა მომხდარი. ისე შენ ყოჩახ რო არ დაიბენ. კარგი რა, პირველი შემთხვევა კი არ არის. დია, ცოტა უფროსი მეჩვენება. გეჩვენება კი არა, წერან შვილო რომ დაუძახე რაღაცა მომერიდა. არა, ხო, ანდა დიდი შეხედულება აქვს, ხო? შეიძლება. ხო. ვერონიკა, სწავლობთ? მუშაობ. ისეთი სამსახური მაქვს, რაღაცებს მუშაობაშიც სწავლობ. ძალიან კარგი. და სად მუშაობთ? ხანსად. ამჟამად სასტუმროში ვარ. მარინა, მოდი ესეთ ხა. ესა, ნუ შეწუხე ადამიანი, ხო უხერხულია. ვაიმე გია, ასეთი რძალი მინდა ბეკას. მიხედავს ბეკას. ვაიმე, რას ლაპარაკ, აბარა. ვერონიკა, ვახშამზე ხომ არ დარჩებით? რა ვიცი, 1 საათი უკვე აქ ვარ და ბეკა როგორც იტყვის დაამატებ. არა. ეჩქარება ვერონიკას, მე იყოს გვინოს და ვახშამს. ერთი წუთით უსაჩუქროთ ვერ გაგიშვი. არა, დედა, რა საჩუქარი მოიმე, მამა უთხარი რა არ არის საჭირო რა. მე არ ვუთხე, ხარი სულ დედა შენს. გაი, ცოტა ხანი მოიცადეთ. მარინა. ბეკა, ასეთი კარგი მშობლები თუ გყავდა, რატო არ მითხარი? ისე თუ გინდა მართლა გამოყვები ცოლად. კარგი. ჩადი ხო პოროხა ქვევით გელოდება. გამარჯობა ბეკა. გია სახშია? სტუმრები ყავთ უკვე ლაშა, როგორ ხარ? ვერონიკა? მოიცა. ამას აქ რა უნდა? მოიცა, შენ საიდან იცნო? ისა მე ხლა მეგობრებთან ვიყავი, ვსვავდით და ვერონიკაც იქ იყო და აიტეხა და ეხლა მე არ მინდოდა მე ხო, არა. არა, რა ვიცი, არ გეტყობოდა? ნუ ახლა თავიდან თორე მე რა მოხდა გია, დედამ, შვილის შეყვარებულ საჩუქარი რო აჩუქოს, რა მოხდა? არაფერი, სხვა დროს იყოს, გამიგე? სხვა დროს, მაგრამ მე. მოიცა, ესენიც აქ არიან? ყოჩახ თქვენ ძმაო რა. ლაშა, გამარჯობა. ლაშა, შემოდი რა, რაიმე. გაიცანი უკვე ვერონიკა? არა. მაშინ გაიცანი, ეს არის ვერონიკა, ბეკას შეყვარებული.
კარგით რა ხალხო რა, კარგით რა. მართლა ამ ჭიპის მოჭას ჯობდა გამანები ერთის შარი და რა დაემართა? ეთყობა მოშივდა. ხო იცი როგორ ემოციური ხდება ხოლმე ასეთ მდგომარეობაში. ხო. კაი, მადლობა მასპინძლობისთვის, მე წავალ. ბეკა, ნუ გამაცილე. ახონდის. აი მე ბექუნა, მე მომეწონა, კარგი. მარინა. გვაჭამერა რა. მოიცადე დიანას უნდა დაურეკო რა გაჭამო. ეკა. მან დაჭიქი. მამა, მინდოდა მე თქვა თქვენ. დაჭი, რაღაცა უნდა გითხრა. ეხლა შეყვარებული და საცოლე კი კარგია, მაგრამ სხვა დროს სასტუმროში წაიყვანე ხოლმე. რამეა მითხარი და მე ფულს მოგწე. ესე იგი მიხვდი ხო? მამა, აგიხსნი ახლა ვიყო. რა მიხსნა მოიცა კაცო, შენ რა გონია ხა მე ისია. ისე ერთხელ მე ზუსტად ესეთი რაღაც შემემთხვა. მოიცა და შენ შეყვარებულად გაასაღე? არა, მე ვთხარი ჩემი დამრიგებელია თქო. ესე დედიკოს ნომეთვით ხო ნუ რაფერს. იყოს ასე გახარებული. ერთი ამ წამალსაც დავლევ და რით შემიძლია გემსახუროთ? მიესწრე. ვერ გავიგე უკაცრავად. მიესწრე. იცით, ვერ გავიგე. მე ეს ხიმილის ლადო რა გჭირს კაცო? მოდი აქ, მოდი სადადეთ, მოდი აქ. რა ხდება? ლადო, გამაგემი მშვიდობაა? მივეც წერილი. ვაიმე ლადო. მერე? რა მერე? წერილში რომ მეწერა აფთიაქში მუშაობსო, ცისფერი თვალები აქვსო, მე ვეგონე. ნუ ნერვიულობთ ბატონო ლაშა, თავარია თქვენზე არ იცის. არა ხო? არა. მერე რა ქერეში როგორ გამოასწარე? დაიღალა და წამოვიდა. ისე იმ შენი ძმაკაცის საქციელი არ მომწონს. ვაი? და რა? დღეს დავინახე რომ ჩემი ხათუნა და შენი ლაშა ერთად დასერინობდნენ მინდორში. ეს ნახე. ეს ის გიას თაგვია? ხო და ამ ფეხსაცმელში იდო ნაფტალინი. ხო და იმ თაგმა შეჭამა და მოკვდა. ჩემი თაგვი გარდაიცვალა? აი ნახე რა გამოფიგზავნა ლევანმა. დღეიდან რეზიკოს ხავს მეზობელი ლუბა. გუშინ არაჩვეულებრივი ღამე გავატარე. ნუ ახლა ლაშა, ჩემი სტუდენტობის მეგობარი, თეონა, ჩემი მეუღლე. არ ვიცოდი, ნახდად არ ვიცოდი. ნახდად არ ვიცოდი რა. ой, ეს ელენის ხარ არის. ნუნუსია. რა? ვაიმე, აი თურმე რატომ შეიცვალა ნუნუ დეიდა და რატომ გახდა ესეთი კეთილი?
გია. აი გეუბნები. შენს გამო ხმას არ ამოღია. გენაცვალეთ, არე. და აი ჩემი ხათუნას გამო. მაგრამ აი ლაშას. არა, ნერვს მოყვები ხა, თორე იმ ლაშას ისედაც ხო, კარგი. ახლა წასასვლელი ვარ, ხომ იცი საღამო სოფელში უნდა იყო. ხო, გენაცვალე. ხო და რა არის, იცი? მე კი დავივიწყებ ამ წენას, მაგრამ ეს ლაშა თუ ვიღაცა აი სადმე რო შევხვდეს მაგას და ნერვს მოყვები დამეჯერა ხო მეზობლობაში ხა ახლობლობაში არ გენდა არა ბიჭო იმის თავიც არა აქ რომ კაცურად შემხვდეს თავი აქვს ჭიპი აღარ აქვს თორე ო კარგი წავედი აბა მარინა ბექა კარგად არიელ კარგად ახონდე ერთიანი მგზავრობა ბექუნა დედა კარგი რა დედა რა ტარიელზე რაღა საჭიროა ხანეს მოვიშორე, აღარაფერს ავარჩევი. ეკი მოიშორე, მაგრამ მე ვერ მომიშორე. რა? ზუსტად ერთი კვირის წინ დამპირდი შაბათ სადმე წაგიყვანო. კი არ მითხრე ხო დაგავიწყდა. ეგ ხო, მაგრამ სად უნდა წავიდეთ ეგ ვიცით? თუ ჯერ არა. არა, არ გვითხოვს, თქვით რომ სადმე წავიდეთ, სადაც გინდა? გინდა ბალეტზე, თეატრში, ოპერაში. აბა სადაც გინდაო? გია. კარგი რა. აი ვიცი რომ თეატრი არ გიყვარს და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტული ბალეტია ჩამოსული და წავიდეთ რა. ექსპერიმენტული ბალეტი? გაგიჟდი მარინა, ხო იცი რომ ჭკუა მეკეტება თეატრზე. ერთი დიდი ბოდიში რა რო გეჭრებით საუბარში, მაგრამ მომბეზრდა უკვე ყოველდღე ერთი და იგივეს მოსმენა. ეხლა უცბად გეტყვით რაც მოხდება და მე შეიძლება აღარც მოგიხდეთ ამ ლაპარაკის გაგრძელება. მოკლედ, ეხლა მამა იტყვის რომ სამსახურში აქვს ბევრი საქმე და ვერ წამოვა. მერე დედა შენ ეტყვი რომ სულ აღარ ფიქრობს ოჯახზე. მართლა ბევრი საქმე აქვს ამ სამსახურში და რა ვქნა ეხა მითხარი. არა, გია, საერთოდ აღარ ფიქრობ ოჯახზე. მაინც დაიწყეს. არა, რა არის რა ამ შენი სამსახურის გამო მეც აღარ მაქცევ ყურადღებას. ანდრა მაცვია ანთმა როგორ ამაქვს საერთოდ აღარ გაინტერესებს. ესებს გასვა დღეს დილით რომ რაღაცა გეცვა თმაც რანერთა გაგცმა. არა, კარგი, ხო, ნუ უწყისა ძალიან კარგად გამოიყურები, თმაც ძალიან კარგად უთხარი დედა შენს რომ თმა კარგად აქვს. დედა, ნუ მიაქცევ მამას ყურადღებას, ძალიან კარგად გამოიყურები და თმაც ძალიან კარგად გავუსწრები. მამა შენს უთხარი, მაგეების კარნახი ჩემი მოგონილია და თავის თავს მიხედოს ურჩევნია. ჩადი და არაჟანი ამომიტანე მაღაზიიდან. აუ, კაი რა დედა რა, სხვა საჭმელი რომ მოამზადო. მეზარება. გამოგიჟებს ეს ბავშვი რა. აი, გია, როგორ დაგებსგავს რა შენ რა? კიდე კაი, სალომე სულ ჩემსკენ არის. მთელი დღე ბუზღუნი, მთელი დღე არაფრის კეთება, წუწუნი, კარგი და არ გცხვენია? გია, უთხარი შენს რამე. ო, ბექა, მამა. ნუ ახლა ტელევიზორში სპორტი მომაწოდე რა. ვა, პატა, გაიღვიძე? ხო, გავიღვიძეთ ეკლა ხო, იმ ხელა ხმაზე ურევდე, შაქარს თუ რა ვიცი რა საკითხია. რა, ასაკით, რა შვები, მარტო ხარ თუ რა ხდება? არა, ელენია ზემოთ ტელეფონზე ლაპარაკობს. აუ, ილიას ელაპარაკება ისევ, ხო? პატა, რა უცნაურ კითხვებსო? ო, მართალი ხარ, ხო, მომისმინე, რა უნდა გითხრა იცი? მიდი ერთი ის პარალელური ტელეფონი აიღე და მოусმინოთ რაზე ლაპარაკობენ, არ გინდა მაგარი იქნება, მიდი. კარგი, პატა, გაგიჟდი, როგორ შეიძლება სხვისი ლაპარაკის მოსმენა? კარგი, რა.
რაო, რა ვქნათო? ფუ, თეკლა გათიშე გეხოცი. ეგეთი